ვიდეოები სტუდიაში. მადლობას ვეუბნები ბატონ ვიქტორ ყიფიანს, GeoCase-ის დამფუძნებელს. ასევე ჩვენთვის საინტერესო არის თქვენი გამოცდილებაც ბატონ ივანიშვილთან მუშაობის ადვოკატირება მისი ამ თვალსაზრისით, თუმცა მარტო ივანიშვილზე სასაუბროთ არ ბრძანდებით თქვენ სტუდიაში. ჩვენ გვაინტერესებს თქვენი შეფასება ვითარებისა, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, თუმცა თავისთავად აი ამ ჯულიუს ბაიერთან, შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებული დავის წამოწყება სასამართლო პროცესი რაღაც გარკვეულწილად არის გაგრძელება იმ ტიპის დამოკიდებულებისა, რომელიც მას კრედიტ სვისთან ჰქონდა, ხო? უნდობლობის უზარმაზარი გამოხატულება ერთის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი საფინანსო ინსტიტუტების მხრიდანაც და კონსპირაციების მთელი პირამიდა თუ რა ვიცი რა დავარქვათ, განცხადებებშიც კი ნათქვამი, რომ ხელით იმართება deep state-ის მიერ ეს ბანკი და ასე შემდეგ. რო შევაფასოთ კონკრეტულად ეს ფაქტი იმ თქვენი ძველი გამოცდილებიდან გამომდინარეც, რის მიღწევას ცდილობს ბატონ ივანიშვილი თქვენი აზრით შვეიცარიულ ბანკთან ამ დავის წამოწყებით, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციები სულ უფრო და უფრო მეტად მკაცრდება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ან კომერციულ ბანკებს უჩნდებათ საკმაოდ სერიოზული არგუმენტები საიმისოდ, რომ ანგარიშებზე წვემა იქნება ეს თუ რაიმე ტიპის სხვა საფინანსო ოპერაციების შეზღუდვის ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. ბატონ გიორგი, როგორ არ შევსდი მოლოდინში, რომ მაგ თემაზე დამისვამდეთ კითხვას. ამით რო დავიწყებდით ეს რთული ამოსასწრები არის. როგორი სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვის. ნახეთ, ესე იგი, მას შემდეგ რა ჩვენი კონტრაქტი ბატონმა ივანიშვილმა დაასრულა ჩვენს ფირმასთან, გავიდა წელიწად ნახევარი. ეს საკმაოდ დიდი პერიოდი არის, როდესაც ასეთ კომპლექსურ დავაზე არის საუბარი. ამდენად მას შემდეგ როგორი არის საქმის დინამიკა ჩემთვის ახლა და ჩემი კოლეგების მხრიდან ამაზე საუბარი რბილად რო ვთქვათ არ იქნება სერიოზული. ჩვენ სხვათა შორის ერთი რამ რაც შემიძლია თქვენი ცნობის მოყარეობა ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით დავაკმაყოფილო. მანამ სანამ ჩვენ გამოვიდოდით თემიდან, უფრო სწორედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონმა ბიძინამ შეწყვიტა ეს კონტრაქტი მისი მოსაზრებებით. ჩვენ ჯერ კიდევ ვიყავით მოვესწარით აი ამ პროცესის გაფორმებას, რომელიც ჯულიუს ბარში აქტივების გადატანას ეხებოდა. შესაბამისად მუშაობდით ბრიტანელ კოლეგებთან ერთად კონკრეტულ იურიდიულ დოკუმენტაციაზე, ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, გულწრფელად რო გითხრათ, იმიტომ რომ ნებისმიერი შვეიცარიული ბანკი ძალიან კონსერვატიული არის, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი უარს არ ამბობს მაღალ აქტივიანი კლიენტის მოზიდვაზე. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ პედანტურ გარჯას ორივე მხრიდან. ამიტომ ეს არის ერთადერთი გარემოება, რაც მე შემიძლია აღვნიშნო. შემდეგ უკვე როგორ განვითარდა მოვლენები და მე ამ პერიოდს მით უმეტეს დაემთხვა ძალიან დიდი ცვლილებები გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რუსეთთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში მკაცრი სასანქციო პოლიტიკა და ასე შემდეგ და მესმის რომ ის მოცემულობა განსხვავებული იყო, როცა თქვენ მუშაობთ მასთან. დღევანდელი მოცემულობა განსხვავებულია, თუმცა ამას დაემატა უკვე უშუალოდ ივანიშვილის ქმედებები, რომელიც შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც სასტიკმო მოპყრობა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ და ბოლოს და ბოლოს მისი რეჟიმის მაღალ ჩინოსნები მაგნიტსკის სიის სამუდამო მკვიდრებიც კი გახდნენ. ჩვენ გვესმის კარგად, რომ მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროკავშირიც ცდილობს ჯერ კიდევ იმ რესურსების გამოყენებას, რომელსაც როგორ ჩანს ისინი ჯერ კიდევ ხედავენ ივანიშვილთან მიმართებაში. რამდენად სწორად მიგაჩნიათ თქვენ აი ესეთი სალამის პრინციპს რო ეძახიან, ნაჭერ ამიჭრა, თუ პირიქით ჯობია ერთიანად კიდევ უფრო მკაფიოდ და გასაგებად გადაწყვეტილების მიღება და პროცესისთვის, ასე ვთქვათ, ბუნებრივი განვითარების საშუალების მიცემა. ესე იგი, მეორე სახის სიხარული მინდა გაგიზიაროთ, სალამის ტაქტიკა რომ ახსენეთ, გამეხარდა და შეიძლება ცოტა სხვა თემებსაც შევეხოთ გეოპოლიტიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს და არა მარტო მხოლოდ ამ ერთი რამ რაც შემიძლია გითხრათ და ეს არაერთის მithქვავს, მათ შორის თქვენი არხის მეშვეობით, რომ თქვენ პირველ კითხვაში მეორე ნაწილი იყო და მე ერთგვარად უპასუხო დავტოვე და რომ ნაწილს დაუბრუნდე კითხვის. მე არ განმეორდები ახლა რომ ჩვენ ვართ გარკვეული სტანდარტების, პროფესიული სტანდარტების
მიმდევარი გუნდი, მაგრამ ერთი რამ, რაც აბსოლუტურად გულსხმელად მithქვამს ეთერით, რომ ეს იყო მეტად რთული პროცესი მუშაობის ბატონ ივანიშვილთან და რატომ? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დავა თავიდან ბოლომდე ეფუძნებოდა სამართლებრივ ასპექტებს, ეს იყო მუდმივი ჭიდილი, ახლა თქვენ შატირიშვილის წერილებზე გაამახვილეთ ყურადღება, მაგრამ მე ვარ ცოცხალი მოწმე, როგორ მზადდებოდა ფირმის სახელით პრეს-რელიზები. ეს იყო მუდმივი ჭიდილი, ესე ვთქვათ, სამართალსა, პოლიტიკასა და გეოპოლიტიკას შორის. და ყოველი სიტყვა, რომელიც ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევად გვიჭდებოდა, რომ ჩვენ არ გავსულიყავით სამართლის პარლებს გარეთ, იმიტომ რომ ჩვენი რა თქმა უნდა სწორი პროფესიული რჩევა იყო შემდეგი სახის, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ სამართლის პარლებში ნებისმიერი მოჭარბებული ან ზღვარ გადასული კომენტარი ან შეფასება შეიძლება ჩვენ სასამართლო სტომათა დარბაზში მოგვიბრუნდეს უკან. საბედნიერო ცოტაშორის მაშინ ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეს-რელიზების გამოისობით მე ფილოსოფოსებს, პოლიტიკოსებს და არა მარტო სიტყვა გაიქცეოდათ ხოლმე. და ჩვენ მათგან ისეთ უცნაურ ინფორმაციას ვიღებდით დავის მიმდინარეობაზე, რომ ჩვენ თვითონ ეპიცენტრში მონაწილენი, ну ჩვენთვის ეს იყო ძალიან ეს ვთქვათ, სიურპრიზი. მე ვერ ვიტყოდი, რომ სახალისო იყო, იმიტომ რომ ჩვენ ყოველი ასეთი განცხადების შემდეგ ვცვალობდით ჩვენ ბრიტანულ კოლეგებთან ერთად. როგორ შეგვეძლო ჩვენ ასეთი სიურპრიზების იმგვარად გადაფორმება, რომ ეს უკუ შედეგი არ მიგვეღო. მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, როცა თქვენ მკითხეთ ხელწერაზე, ეს ხელწერა იყო მრავალშრიანი, ამ საქმეში ერებოდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა და ალბათ ყველას თავისი ამოცანა, მისია და დანიშნულება ჰქონდა. ხო, თუმცა ახლა მოცემულობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ბანკირის, ქმედების და ასე შემდეგ და დავას თავის შინაარსი ჰქონდა, დიდწილად ჩემი შეხედულებით და შეფასებით გადაწყვეტილებებზე ობიექტურად იყო შემდეგ სამართლებრივად მიღებული და მისი დამსახურებული თანხის მიღებაზე უარი სასამართლომ არ თქვა, მაგრამ უკრაინაში შეჭრის თავად ივანიშვილის მიერ დასავლეთის მთავარ მტრის ხატად გამოცხადების, ქვეყნის შიგნით ისეთი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, რომელიც უკვე შეფასებული არის როგორც დემოკრატიის ძირითადი პრინციპების, ხალხის არჩევანის უგულებელყოფა, წამება ადამიანების და ასე შემდეგ, ამას უკვე მოყვა მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა, რო აღარაფერი ვთქვათ ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის, განვითარების, საზოგადოების მოდელის, ხალხის მიერ არჩეული ხაზის უარყოფასა და მის აწინააღმდეგო ცვლაზე. ამიტომ აი დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რა სელით თქვენ, რა მასშტაბის ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა საკუთარი თავიც, მათ შორის მისი ფინანსური მდგომარეობაც, როდესაც საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაწყობებული 9 ტონა ოქროსა და კიდე სხვა ფინანსური საშუალებების გამოყენების იმედად ღარჩება ადამიანი, რომელსაც შეეძლო ცივილიზებული ურთიერთობებით ეს პრობლემები არ ქონოდა და მათ შორის არც მისი პოლიტიკური პერსპექტივა დაეყენებინა დიდი რისკების ქვეშ. კეთილი, მოკლედ, აი რამდენიმე რემარკას შეფასებიც მოუყაროთ თავი. და შეიძლება მათ ჩამოყალიბებაში მე ორიგინალური ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ეთერიდან ეთერამდე სტუმრიდან სტუმრამდე ეს მეორდება, მაგრამ ჩემი სებურ ვერსიას გეტყვით, რომელიც შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგიერთი მსმენელისთვის სიახლე არ იყოს. პირველი ეს არის ქართული სახელმწიფოს აბსოლუტური დისფუნქცია და ეს ხელწერა პრინციპში შეინიშნებოდა, როდესაც ინსტიტუტებისადმი რწმენა, როგორც პოლიტიკის ქმნის ინსტრუმენტისადმი იყო უკიდურესად დაქვეითებული. და აი ეს წელიწად ნახევარი, რომელიც მე ახლა აღნიშნე ფაქტიურად ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის არათუ დაქვეითება, არამედ პრაქტიკულად მიწასთან გასწორება. ეს არის ერთი ტრენდი, ნიშანწყალი, ნიშანთვისება. მეორე, რომელიც უკავშირდება ამ თემას არის ის, რომ დაბლადაცემული ჩვენი კონკურენტუნარიანობა, სახელმწიფო მედეგობა, რომელიც პირველ რიგში მე ხშირად ვიმეორებ ამას ეთერების მეშვეობით, არა იმდენად ციფრობრივ მაჩვენებლებს უკავშირდება და ესეც რა თქმა უნდა ჰორიზონტზე უკვე ტივტივებს, გავარესებული ციფრობრივი მაჩვენებლები, არამედ პირველ რიგში ეს არის ჩვენი რეპუტაციული უსაფრთხოება და რეპუტაციული იმიჯი. და მე შემთხვევით არ გამოვიყენე ეს სიტყვათა წყობა რეპუტაციული უსაფრთხოება, ვინაიდან უსაფრთხოების ეს მიმდინარეობაც არის და ამის აღდგენა ამის რეკონსტრუქცია გაცილებით უფრო დიდ ძალისხმევად გჭირდება და შეიძლება მთელი დეკადა დაჭირდება. მით უმეტეს იმისა, რომ ჩვენ ვართ საკმაოდ მოწყვლადი ქვეყანა რეგიონში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბოლოს სვეტი ალბათ არა ყველაზე უკანასკნელი ამ დახასიათებებს შორის უნდა გავიმეორო ის თეზა და შეფასება, რომელიც ასევე სხვა ასპარეზზე გავაკეთე,
აი deep state. უცნაურობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს გარკვეულმა ჯგუფმა და მე ამ ჯგუფს ვერ მივაკუთვნებდი ქართულ ოცნებას როგორც პოლიტიკურ პარტიას. ხშირად ვიმეორებ, ახლა უცხოელებსაც ვეუბნები, ნეტავ ჩვენთან იყოს ერთპარტიული მმართველობა, იმიტომ რომ ესეც რაღაც დემოკრატიის მინიმალურ სტანდარტს მოიცავს, მაგრამ რეალურად ჩვენ რასაც ვხედავთ, პოლიტიკის ხმა გავიდა პარტიის მიღმა, პოლიტიკის ხმა გავიდა ინსტიტუტების მიღმა და ჩვენ და ირონია ბედისა გამოიხატება იმაში, რომ რასაც ჩვენ ვებძვით გლობალური ფენომენით, ყველაზე მაგიერი ფორმით, კლასიკური მოდელი, ყველაზე მაგიერი ფორმით და რა თქმა უნდა ჩვენ ახლა არ უარყოფთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში განვითარებული თუ განვითარებადი გავლენის ჯგუფები, ეს ნორმალური მოვლენა არის და ეს არის მუდამ ჭიდილი გავლენის ჯგუფსა და ფორმალურ ინსტიტუტებს შორის, მაგრამ ახლა ცხადია, რომ ახლა ცნობილი ფრაზა არის ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსმა შემჭამა და დამტანჯავა. და გასაგებია, რომ არის ლობიზმი ამ მხრივ. გასაგებია, რომ არის ცნობილი ფენომენი Wall Street-ის. გასაგებია არის, რომ ტექნოლოგიური კომპანიები Amazon და Google, მაგრამ რა არის საპირწონე? საპირწონე არის ფორმალური ინსტიტუტები, სადაც სასამართლო გავს სასამართლოს, დამოუკიდებელი გამოძიება გავს დამოუკიდებელი გამოძიებას და პარლამენტს და ასე შემდეგ. ანუ ქმედითი საპირწონე მექანიზმები არის, რომლებსაც შეუძლიათ ეს ნეგატიური მოვლენები ხო მოთოქონდა. ჩვენთან კიდევ ეს ბალანსი პრაქტიკულად არის აბსოლუტურად მოშლილი და აი ქართული deep state პრაქტიკულად ალბათ თუ ვინმე შეიძლება deep state-ის უკიდეგანო გაქანება სადმე ინატროს, აი მაგალითი ჩვენ რა თქმა უნდა შექმნით ამ ხრივ. და ბოლოს რო გითხრათ, თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა. ჯერჯერობით ყველა პარამეტრი ამას მიუთითებს. სანამდე შეიძლება მივიდეს სახელმწიფო კრიზისი. და აი დროის პერსპექტივაში როგორ ხედავთ თქვენ ამ განვითარებას? ძალიან რთულია ახლა პროგნოზირება და ჩვენ ესეთ არმაგედონს წარმოვიდგენთ, იმედია რომ წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ქვეყანაში არის ფრთაგაშლილი, თავის შედეგს გამოიღებს, მაგრამ ახაც რამდენიმე თქვათ მოსაზრება ძალიან მოკლეზე თქვენის ნებართვით, ჩვენ ხშირად ვამბობთ სანქციებზე, წნეხზე, ჩვენ რა თქმა უნდა ორ შრიან წინააღმდეგობაზე ვსაუბრობთ ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ხელშეწყობა პროცესისადმი ქვეყნის გარედან, რა თქმა უნდა, თუ ჩვენი საშინაო დავალება არ შევასრულეთ აქ შიგნით ქართულმა საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს დანარჩენს თავისი ფასი იმ დატვირთვით არ ექნება. ეს ერთი გარემოება და მეორე. მე მაინც იცით რაოდენეს უცნაურად და არაპოპულარულად უნდა ჟღერდეს, მე მაინც მოვუწოდებდი ქართულ ოპოზიციურ სპექტრს და პოლიტიკურ პარტიებს. რაც შეიძლება მეტი აქცენტი გააკეთონ პოლიტიკური ვენდეტას მიმართ შიშის გაბათილებაზე, აი ქართული ოცნების პარტიულ მესვეურთა და ფუნქციონერთა მხრიდან. ალბათ ეს მთავარი ერთ-ერთი მათ მიმართ, რომ ეს ალბათ თუ სადმე ჩვენ კონსტრუქტივიზმის სივრცე დავრჩა, რომ ზედმეტი, ანუ ჭარბი რყეების გარეშე გადავიდეთ ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ალბათ ეს გზავნილები რაც შეიძლება მეტად აქცენტირებულად არის გასავრცელებელი და მეორე საკითხი. სისტემა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რასაც მე ვუწოდე ქართული deep state და თქვენ ასე გულუხვა დამეთანხმეთ, ეს არ არის თვითქმარი, ეს არ არის რესურსული, ნებისმიერ ასეთ მექანიზმს შეიძლება თავისი სახდენები, ამიტომ ეს ადრე თუ გვიან ამოწურავს საკუთარ თავს, მაგრამ ასევე მთავარი არის შემდეგი სავარჯიშო, რა იქნება შემდეგ. რა იქნება მომდევნო თავი. აი ძალიან არსებითი არის ჩვენ ახლა როდესაც ვსაუბრობთ წინააღმდეგობის მოძრაობის ეფექტიანობაზე ქვეყნის შიგნით და კონსტრუქტივიზმზე და სოლიდარობაზე. რაც შეიძლება მეტმა ამორჩეველმა ირწმუნოს, რომ ის ცვლილებები, რომლებიც მოყვება ამ სისტემის დემონტაჟს, იქნება პროგრესზე ორიენტირებული, იქნება რაც შეიძლება ესე ვთქვათ კონსტრუქციული და მთავარი იცით ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ ალბათ უნდა გამოვიტანოთ ის რიგში, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმის მეორე რეჟიმის შეცვლის. ეს არის მე მithქვამს და ვიმეორებ, ეს არის წიგნიერების უწიგნურობაზე გამარჯვების ბრძოლა და ეს არის განათლების გაუნახებლობაზე. ალბათ მთავარი იცით აი მე პირადად შეიძლება პიროვნულ სუბიექტურ დამოკიდებულებაში ჩამითვალოთ, ჩემი მთავარი პრეტენზია, ჩემი მთავარი უკმაყოფილება
ერთი არის პოლიტიკური საკითხები, მეორე არის სამართლებრივი თემა, მესამე არის თქვათ გეოპოლიტიკა, მაგრამ თავარი სწორედ ამაში არის, რომ სტანდარტი ის ნდაბიო სტანდარტი, რომელიც დამკვიდრდა წლების განმავლობაში, რომელმაც აბსოლუტურად მერიტოკრატია, ინკლუზიურობა, განათლება, ციგნიერება განზე გადათო და გადავიდა ამ კონსპიროლოგიისა და ფობიების ფონზე, აი ეს არის სიცოცხლის ყველაზე შეურაცხყოფელი და ამას უნდა მოიღოს ბოლო. ეს ის შემთხვევა, როცა სრულად გეთახმებით, მადლობა ბატონო ვიქტორ. ბატონო ვიქტორ ყიფიანი, JOKS-ის დამფუძნებელი იყო, სანამ შემდეგ თემაზე გადავალ და შემდეგ